მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ახართ? ცოტა მომენატრეთ. მე მარლი ბატონი ვარ, ჭრდილონდონ ისევ წითელია და თქვენ იმყოფებით ქართული YouTube-ის ყველაზე პერსპექტიულ დამწყები YouTuber-ის არხზე. ხო, ვიდეოს გადაღება ცოტა გამიგზელდა, მაგრამ ეხლა განახებთ რატო. აი, ამის გამო. გამოვიწერეთ ძალიან მაგარი მიკროფონი. მე კი მაქვს გახსნილი. არ ვიტყვი, ვაიმე ეს თურმე რა მაგარი ყოფილა და რაღაცეებს, მაგრამ თქვენ ხომ უნდა განახოთ. აქვს ესეთი ორი საყვარლობა პატარა მიკროფონი, ეს არის mini ვერსია. mini ვერსიასა და ჩოლებრის შორის, ჩოლები DJI-ის მიკროფონის შორის ის განსხვავებაა, რომ ეს ხმას არ იწერს თვითონ მიკროფონში, ანუ მიკროფონში ჩაწერა არ აქვს, თუ შეერთებ ტრანსმიტერით, უბრალოდ ჩაიწერ კამერაში ან ტელეფონში რა. ესეთი ტრანსმიტერი აქვს, რაც ერთდება ტელეფონში, დაბლუთუსებად შეგიძლია, რა თქმა უნდა. და ესეთი ორი მიკროფონი მოყვება რა, თავისი ორი პატარა პაცაცუნებით. მოდი ეს გადავაგდოთ, ეხლა აღარ გვინდა. ეფექტისთვის მინდოდა მარტო ეს მომიხდინა, თორე ეს გადავაგდოთ. ხო, ესეთი საყვარელი რაღაცაა. ხო, ბარემ განახეთ ამასაც, ფასსაც ამოვანათებ. სულ ეს ღირდა, სულ რაღაც $79 ფასაკლება იყო Amazon-დან გამოვიწერე და ხო, ეს განახეთ უკვე ესეთი ჩასადები. მოყვება ესეთი სტიკერი. ორი ბაცაცუნა, შავი ბაცაცუნა, მე ეს ფერი მომწონს, ნუ ყველას ეს მოწონს, ყველას ეს უკეთია. $79 ამისთვის არის როგორი ფასი იცი? აი ძალიან იაფია. მაგალითად რომ ვიფიქრე ხა რაღაც უნდა მეთქვა. ხო, კენაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა, რა ძალიან მაგარი პროექტი გააკეთა სეტანტამ. საყურებლად უმაგრესი იყო, აი ვერ გაარჩევდი. ვარცოლებდა ქართული ივენთი რო იყო, ამერიკულ, ევროპული ივენთისგან, რომელსაც ატარებენ დიდი ორგანიზაციები. პროდაქშენი, გადაღება, რა ვიცი, ყველაფერი იყო უმაღლეს დონეზე რა. მე მგონია მაგრად გაიქაჩება და დიდი გამოხმაურება იქნება სხვადასხვა ქვეყნებიდან. თავარია ესე გააგრძელონ და უფრო და უფრო მაღალი დონის მებრძოლების დაინტერესება შეძლონ რა. ჩვენი ბიჭებიც ამ მაგარ ფორმაში იყვნენ, ნოკაუტზე იყო. სანახაობრივად ძალიან მაგარი გამოვიდა. კი სამწუხაროდ ჯუბა ბერიძე დამარცხდა, შეცდომა დაუშვა, თორე რო არ დაეშვა, მე მგონია რომ მალბძოლას მოიგებდა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, რომ განახებს თავის შესაძლებლობებს თუ რა შეუძლია. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ლორდ კიფანიძემ, მართლა მაგარი ბიჭია და ნუ ჩვენს კაპიტანზე არაფერს არ ვამბობ. ძალიან მაგრად მესიანა რომ პირველი ბრძოლა წარმატებული ქონდა. თან ეხა რაგბის პლეიერს გამოცდილება არ ქონია ხო გალიაში და მაინც შეძლო გამარჯვება და დაწუნებული ვარ თავის თავზე იმუშავებს და უფრო მაგარ ბრძოლებს გვანახებს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რაგბის ფედერაციამ რა უქნა კაცს, როგორი დისკვალიფიკაცია მისცეს, ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა მაგისთვის დარწმუნებული ვარ, შევდივარ მის მდგომარეობაში, მაგრამ ერა be strong, გვაჩვენე რკენაში ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი და კაპიტანი. ხო, ეხა სპორტსმენის ეს თელ ცხოვრებას რო უძღვნი გადადებული რო გაქვს შენი თავი და მარტო შრომა და რამის მიაღწიო და ესეთ რაღაცას იგეთებენ, ხო ძალიან დიდი დარტყმაა და იგივე იყო ზუსტად რაც გავუკეთეს პოგბას რა. აღმოუჩინეს ტესტოსტერონის მაღალი დონე, ეს ნივთიერება აკრძალულია რადგან ზრდის ძალას და აღდგენას. იუვენტუსში როცა თამაშობდა, მაშინ ჩაუტარდა ტესტი. თვითონ თქვა რომ განზრახ არ მიუღია ექიმის დანიშნულების მიხედვით მოქმედებდა, მაგრამ სპორტსმენი ხარ და უნდა აკონტროლო ყველაფერი, რასაც იღებ, წამლებს თუ საკვებს რა. ხო და იუემაც კონტრაქტი შეუწყვიტა და ფეხბურთის კარიერა დიდი ხნით დაასრულა, თუმცა მაინც დაბრუნდა ეხლა ხანს ითამაშა პირველი თამაში. არ შეეშვა ესე ვთქვათ, მაგრამ მაინც დარტყმა რა თქმა უნდა სპორტსმენისთვის ეს, რა ვიცი, არავის არ უსურვებდი ესეთ რაღაცას, ვინც სპორტს და თავის საქმეს სერიოზულად და ცხოვრების ნაწილად აღიქვამს რა. ხო, მერაბდვალიშვილი ჩხუბზე რო არ ვთქვა კიდე ორი სიტყვა არ შემიძლია, რა ვიცი, აი მთელი საქართველო რო დამწუხრებული ვართ მაგის გამო. ძალიან დასანანი მარცხი ქონდა, მაგრამ აი ზუსტად მაგიტოა მერაბი რომ აი ეგ აქვს რა, ჟინი აქვს. უნდა რომ ყველაფერში პირველი იყოს. მაგიტოა წარმატებული სპორტსმენი რა. კი, ბევრი იყო წელიწადში 4-ჯერ ქამრის დაცვა, რეკორდზე უნდა წასვლა, მაგრამ თვითონაც იცოდა ეგ. განა არ იცოდა და დარწმუნებული ვარ დააბრუნო ეხა დროში იგივეს გააკეთებს, იმიტომ რომ მერაბია რა. და ზუსტად მაგიტო გიყვარს ქართველებს და რესპექტ ჩემგან. აუ ის ქიქი რო არა ღვიძლში რა, შეიძლება ვაფშე სხვანაირად წასულიყო ებრძოლა. იღლებაიანი მინდია. იღლებაიანი. ოუ!
აი მაგის მერე აშკარად ტყიოდა გრძნობდა რა და კი დაღლილი იყო მეორე რაუნდში სხვანაირი ესეთი მერაბი მეც და დარწმუნებული ვარ არავის არ ყავდა ნანახი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ დაისვენებს და დაბრუნდება აი ეგეთი მერაბი არ უყოლება არავის ნანახი რა ძალიან დიდი ლეგენდაა ქართული სპორტის ისტორიაში და ზოგადად არა მარტო სპორტის MMA-ის ისტორიაში და ეგ კაცი ასე მგონია ფილმს იმსახურებს ერთი კაი ფილმი უნდა გადაიღოს ვიღაცა მასზე რა ხო გიგამაც წააგო ამ თვეში ძალიან ცუდი ხელი გაუტარდა, ძალიან დასანალი მარცხი იყო, მაგრამ იმას რას უგავდა ღვიძლი, რა ვიცი, გიგა ქიქის მერე ჰქონდა დაზიანება, მაგრამ როგორ აიტანა რა, ნუ მოკლედ ეს არის სპორტია რა, სპორტის ნაწილია წაგებაც. იგასაც მინდა უთხრა რესპექტი და არ გაჩერდე. თხოვნა იქნება არხი გამოიწეროთ, ვიდეო დაალაიქოთ, გაკოცეთ. წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც მთელი 1 წლის განმავლობაში საგზაო შემთხვევით არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. არ მაქვს ლაპარაკი სოფელზე, მე მაქვს ლაპარაკი დიდ ქალაქზე. ეს ქალაქი არის ჰელსინკი. ფინეთის დედაქალაქი, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. არცად არ დაფიქსირებულა ეგეთი შემთხვევა დიდ ქალაქებზე მაქვს ლაპარაკი, კაპიტალებზე და სადაც დიდი მოსახლეობაა, რომ საგზაო შემთხვევა ფატალურად არ დასრულებული იყოს. ერთხელ მაინც კი წელიწადის განმავლობაში ფინეთმა გააკეთა ეგეთი პროექტი თავის დედაქალაქში Zero Vision, რომლის მიზანია ნულოვანი ფატალური შემთხვევა გზაზე. იგი ეფუძნება სიჩქარის კაც კონტროლს გზებზე, ქუჩების ადამიანზე მორგებულ დიზაინზე და ტექნოლოგიურ მონიტორინგს რა, კამერები და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ ამ ქალაქში მოძრაობს 10,000-ობით მანქანა და მაინც ნულოვანი სიკვდილიანობა 1 წლის განმავლობაში 80-იანი წლებიდან მოყოლებული საშუალოდ უხეში სტატისტიკა რომ მოგიყვანოთ 5,000 ავარია ფიქსირდებოდა საშუალოდ და აქედან 100-150 ფატალური შემთხვევა ყოველ წელს ხდებოდა, მაგრამ მიაღწიეს აგერ ფინეთმა ისეთ რაღაცას, რომ წინა წელს 2024 წელს ნულოვანი ფატალური შემთხვევა ჰქონდათ. ეხლა რა ხდება ქუჩების უმეტეს ნაწილში. მოქმედებს 30 კილომეტრის სიჩქარის შეზღუდვა. რამოდენიმე წლის წინ 50 კმ/სთ იყო, მაგრამ ეხლა 30-ზე ჩამოიყვანეს. სკოლების, ბაღების მიმდებარე ტერიტორიებში განსაკუთრებულად არის შემცირებული. ხო, მაგათი დევიზი იყო, ესე ვთქვათ, რომ უსაფრთხოება მხოლოდ წესებით არ მიიღწევა. ადამიანის უნებლიეთ დაშვებული შეცდომების შემცირება იყო მაგათი პრიორიტეტი და ამისთვის ზებრა გადასასვლელები და გზაჯვარედინები ამისთვის ზებრა გადასასვლელები და გზაჯვარედინები უფრო გასაგები და მარტივი გახადეს. ხო, ველო და ფეხით მოსიარულე ადამიანებს თავისი სივრცე აქვს ყველგან, ყველა ქუჩაზე. დააყენეს ყველა ქუჩაზე კამერა, კონტროლი უფრო მკაცრი გახდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან განვითარებულია, უფრო მეტი დადის ქალაქში, მარტივად და უსაფრთხოდ გადაადგილდებიან. ფეხით სიარული და ველოსიპედის სიარული კიდევ მაგათი ცხოვრების ნაწილია, არა მხოლოდ რაღაც ალტერნატივა, უბრალოდ ეს პროექტი Zero Vision აქვს აღებული 50 წლამდე და უნდათ რომ საერთოდ ავარიაში დაყუპულთა რაოდენობა ნულამდე დაიყვანონ ამ წლების განმავლობაში. ჰელსინკისთვის და ფინეთისთვის ეს უბრალოდ ციფრი არ არის, ეს არის ფილოსოფია, რომლის მიხედვითაც ყველა გადაწყვეტილება მის გრძელვადიან გავლენაზე ფასდება. ეს ჰელსინკს ერთ დღეში არ მიუღწევია, ეს ათობით წლების გავლენაა, რაზეც მუშაობდნენ და აი წინა წელს დაიდო შედეგი. ესეთ შემთხვევა კაპიტალში არ დაფიქსირებულა, კიდევ უსვამ ხაზს და მაგიტო არის ძალიან მნიშვნელოვანი და mind blow. და ეხლა კითხვა რა თქვენს ქალაქში თუ იმუშავებდა ეგეთი მიდგომები, სიჩქარის შეზღუდვები და მეტი კამერა და მკაცრი კონტროლი. დამიწერეთ კომენტარებში. ხო, ეხლა მინდა კიდევ ერთ mind blow თემაზე გესაუბროთ. ჩემი და არა მარტო ჩემი დარწმუნებული ვარ თქვენი ბავშვობის პრობლემაზეც. გქონიათ მომენტი, რომ წიგნს ან ტექსტს კითხულობთ და 1-2 წამი გავა და რა წაიკითხეთ, საერთოდ არ გახსოვთ. მე მქონია ეგეთი შემთხვევები ბავშვობაში, სკოლაში, აი რაც არ მინდოდა რაღაც ისტორიას, ბუნებას, რომ ასწავლიდნენ ბიოლოგიას, იმ ტექსტს კითხულობდი, ძალით კითხულობდი, მოუბრუნდებოდი 2-1 წუთის მერე, 30 წამის მერე და საერთოდ არ მახსოვდა რა წავიკითხე უკან და თავიდან მიწევდა მერე გადაკითხვა რა. დარწმუნებული ვარ ესეთი მომენტი თქვენს გქონიათ, დამიწერეთ კომენტარებში თუ გქონდათ და ბარემ არხიც გამოიწერეთ და დაალაიქეთ. დიდი мотиваცია იქნება ჩემთვის. ხშირად ამას საკუთარ თავს ვაბრალებ, ამბობთ რომ ანუ ყურადღება ვართ ან ზარმაცები, მაგრამ სინამდვილეში მარტო შეიძლება რაღაც ნაწილი იყოს ეს ზარმაცები ვიყოთ, მეც ვარ ზარმაცი, მაგრამ მარტო ჩვენში არ არის პრობლემა. ეს ის არის, როგორ მუშაობს ტვინი ყოველ დღე. ტვინი ცდილობს ენერგიის დაზოგვას. როცა რაღაც პროცესი ნაცნობი და მარტივია, ის გადადის ავტომატურ რეჟიმში. კითხვის დროს ეს ნიშნავს, რომ თვალები კითხულობს, მაგრამ გონება აღარ აკონტროლებს პროცესს. ამ დროს ტვინი ფიქრობს, რომ ეს ინფორმაცია უკვე იცის, ან არ არის რაღაც სასწრაფოდ მნიშვნელოვანი. ამის შედეგად კითხვა ხდება მექანიკური და არა გააზრებული. თან შენი ტვინი არასდროს არ არის ჩუმად რა. კითხვის პარალელურად ის ფიქრობს სხვა საკითხებზე, მომავალზე, წარსულზე, ემოციებზე, რაც განიცადე. ეს შიდა დიალოგი ხშირ შემთხვევაში უფრო ძლიერია, ვიდრე ტექსტი, რასაც კითხულობ.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ შენ რაღაც ცუდად სწავლობ, ან პრობლემა გაქვს. ეს ნიშნავს, რომ შენი ტვინი ყოველთვის არჩევს, რას მიაქციოს ყურადღება. ხანდახან ის უბრალოდ წყვეტს, რომ ეს უბრალოდ პრიორიტეტი არ არის, რასაც აკეთებ და შენს გონებაში რაც იყო მნიშვნელოვანი, იმას ამეორებს. ეს ნორმალურია და დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანს მოსვლია. და პრაქტიკული ხედვა რა არის, იცი, რაც არ მქონდა რა. როცა შეამჩნევ, რომ შენ უკვე კითხულობ, აზრი დაატანი, მაგრამ ვერ იგებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ტვინი დაბრუნდა. ამ მომენტში ჯობს, რომ უბრალოდ შეჩერდე, გააკეთო მცირე პაუზა და ტვინს შეახსენე, რომ ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია. და შემდეგ გააგრძელო ისევ კითხვა და აუცილებლად მიაღწევ შედეგს. ხანდახან რამოდენიმე წუთით შეჩერება უფრო მნიშვნელოვანია ამ დროს, ვიდრე 10 ჯერ და 20 ჯერ გადაკითხვა იგივე თემის რა. ხო და ჩვენს ტვინში ესე მარტივად არ ხდება არაფერი, ჩვენ მგონია. კი, ერთი შეხედვით მარტივი მექანიზმია, რომელიც ჩვენ ბრძანებებს ასრულებს. ის არის დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც მუდმივად არჩევს, რას მიაქციოს ყურადღება და რას არა. ხშირად გონია, რომ ჩვენ მართავთ ჩვენ ტვინს, მაგრამ სიამდვილეში ეგრე არ არის. სიამდვილეში ის მართავს, რას ხედავთ, რას მიაქციოთ ყურადღება, რას გძნობთ, რაც უფრო ხვდებით, თუ რამდენად რთულია ტვინი, მით უფრო ვიაზრებთ, რაც ცოტა ვიცით საკუთარი თავის შესახებ. და ერთს გეტყვით და ბოლოს, თუ მოგწონთ ესეთი mind blow ფილოსოფიური ფაქტები, დამიწერეთ კომენტარებში, რომ მეტი და მეტი გავაკეთო უფრო. თქვენი ჩართულობა ჩემთვის კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მაგარი გამომწერები მყავხართ, გულს ესე გავაკეთებ და აბა კარგად, გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, აბა ჰე.